მე მინდა დღევანდელი გადაცემა დავიწყო მილოცვით ბელორუსი ხალხისადმი. დღეს არის ბელორუსის დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს აღნიშნავს ბელორუსია მინსკი განთავისუფლდა ფაშიზმებისაგან სწორედ 3 ივლისს და ჩვენმა დიდმა მეგობარმა ჩვენმა არ ვიცი დიდი ხნის ლობისტმა ალექსანდრ გრიგორიძე ლუკაშენკომ დააწესა ეს დღე და დღეს მე გახდით ბელორუსის საელჩოს მიერ ორგანიზებულ აი ამ დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე და ეხლა ალბათ გიკვირთ ეხლა ეს მედალი საიდან და ჩემდა გასაკვირვად დიდი სიურპრიზი გამიკეთა მე ბელორუსიამ და ბელორუსის ახალმა ელჩმა გადმომცა მედალი, რომელიც ეხება 80 წლის იუბილეს სამამულო ომის გამარჯვებიდან და მე მიხარია რომ მარტო მე არ აღმოჩნდი დაჯილდოვებული, ჩემთან ერთად დაჯილდოვებული იქნა ასევე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბატონი გულბაათ ცხილაძე. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ეს აღიარება რომელიც იქნა აი ახალი ელჩი, რომელიც თქვენ ხედავთ ეკრანზე, ეს არის მიღება დღევანდელი დღის. ეს არის დაფასება, ასევე ქვეყნის მიმართაც არის გამოხატული, ეს მარტო ჩემზე არ არის საუბარი. ეს არის დაჯილდოების ცერემონია, ქვეყნის მიმართ არის აი გამოხატული სითბო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კი მე გადმომეცა ეს, მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკოს მითითებით ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე კარგად მოგეხსენებათ, როდესაც გახდით მინსკში, იქ ჩვენ შევქმნით ძალიან ისეთი კარგი ფილმი ტროსტინეთზე, საკონცენტრაციო ბანაკზე, ეს თვითონ აი ამ მედალი და რაც გამოსახული არის და ეს თვითონ გადმოცემული მედალი, რომელიც სწორედ პერსონალურად გადმომეცა ბელორუსის ახალი ელჩის ხელმოწერით. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს არის უდიდესი პატივისცემა გამოხატული პირადად ჩემს მიმართ, ასევე ქვეყნის მიმართაც, იმიტომ რომ ბელორუსი აფასებს ყველა იმ ადამიანს, ვინც კი ბელორუს პატივს ასცემს. ბელორუსი აფასებს თითეული ადამიანის შრომას. ჩვენ ბელორუსის მიმართ იმიტომ გამოვხატავთ ასეთ დადებით განწყობებს, რომ ეს არის ქვეყანა მორალურად სუფთა და ასევე ეკონომიკად გრადი და ჩვენი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის პატივისმცემელი, ჩვენი ქვეყნის დამფასებელი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ აი ეს ღვთისმშობლის წილხვედრობა რაღაცნაირად საქმეში ავსახოთ. მე მახსოვს, რომ აღდგომის დღეს, როდესაც ჩაიკეტა ხშირ შემთხვევებში ტაძრები და მაშინ გახარია იყო პრემიერი და ამბობდა, რომ შეიძლება საზიარებელი კოვზით გადავიდეს ინფეცირებაო და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში. სწორედ აი ეს ალექსანდრ ლუკაშენკო იყო, რომ აღდგომის დღესასწაულს იდგა იქ წირვაზე. და ლუკაშენკო, რომელმაც ბელორუს ხალხს მისცა ყველაზე მთავარი ღირსება, შრომის უფლება და მე მიყვარს ეს ქვეყანა და მიხარია რომ აი ამ ჩემს სიყვარულს და ჩემს აი ამ დამოკიდებულებას მე არაერთი გადაცემა მიუძღვენი ბელორუსს და არაერთი, იმიტომ რომ მინდა რომ მისაბაძი იყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რატო ვლაპარაკობთ ამდენს ბელორუსზე? იმიტომ რომ როდესაც ბელორუსს აქვს სწორი პოლიტიკა, მინდა რომ ჩვენც გქონდეს სწორი პოლიტიკა. როდესაც ბელორუსს აქვს დამოკიდებულება ადამიანების მოსახლეობის მიმართ სამაგალითო, მეც მინდა რომ ესე იყოს. როდესაც იქ ვერ ვხედავ მე 100,000-ობით პაკისტანელსა და აი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ესეთი მინდა მეც იყოს ყველანაირად ჩვენი ქვეყანა. როდესაც ხედავ რომ მინსკში თავად მაზის უდიდესი ქარხანა 30,000 რო არის და სხვადასხვა ქალაქებში, ეს მინდა რომ ჩვენთანაც იყოს. და მე მართლა ვთვლი აი ამ კაცს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელსაც 6 საათი ეხვეწებოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, რომ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო. აი ესეთი მინდა იყოს საკუთარ. და რაც თავარია, მან აირჩია სწორი გეოპოლიტიკური კურსი, როდესაც რუსეთთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. და აი ეს მინდა რომ ჩვენც გავაკეთოთ. ბელორუსი არის მაგალითის მომცემი უნდა იყოს ჩვენთვის. და მე მიხარია რომ აი ეს მედალი, რომელიც გადმომეცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
არის ჩემთვის არ ვიცი ყველაზე უფრო საამაყო და სასურველი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მივედი ღონისძიებაზე ირინა ზუბკო პოლიტიკურმა მდივანმა და საელჩოს მეორე პირმა ბელორუსიაში მითხრა, რომ თქვენთვისო სიურპრიზი გაგვაჩნიაო. მე ვთქვათ გავუგდი რა სიურპრიზი. თქვენ ხედავთ ირინა ზუბკოს ელჩის გვერდით და მე ვიფიქრე ხა რა სიურპრიზი მიმზადებენ მეთქი ახლა დიდად არ ვარ განებიურებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რა. უფრო სამწუხარო სიურპრიზები გვესმის ჩვენ. და ეს როდესაც მე მითხრეს რომ თქვენ გადმოგეცემათ ეს მედალი მე ძალიან გახარებული აღმოჩნდი და მე ბატონ გულბაათსაც მიულოცავ მან მისი 8 წლიც აღნიშნა ბატონმა ელჩმა იმ წიგნთან დაკავშირებით რომელიც მან გამოსცა სამამულო ომთან მიმართებით და მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს ასევე ჩვენი ქვეყნისათვისაც ასევე გარკვეული მაგალითი რომ ადამიანებს ახლა ჩემზე არ არის აქ საუბარი მე ვუბრალოდ მიხარია რომ მართლაც ესეთი დაფასება ვიგზენი ბელორუსისგან და მინდა რომ ჩვენმა ქვეყანამაც დააფასოს ადამიანები და კი არ უნდა ჩარეცხოს უნდა დააფასოს